ხალხო მე ამ ცხოვრობ წლებია, ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია საჯარო გამოსვლები და ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე, როდესაც შეიძლება საჯარო გამოსვლაში ლექცია არ ჩავეტარო. ტენდენცია იმისა, რომ თქვენ საჯარო გამოსვლებს სწავლობთ ქულების გამო ძალიან მოგწონს. საჯარო გამოსვლა არ არის სალექციო კურსი, ეს არის მთელი თქვენი ცხოვრება. შესაძლოა სხვა სახის სპეციალისტებთან შეგეუბნებიან, მაგრამ თქვენ ხართ გონიერი თაობა და ძალიან კარგად ხვდებით, რას შეიძლება ნიშნავდეს, როდესაც წარმატებისკენ მისასვლელ გზაზე გჭირდებათ, რაც შეიძლება მეტი საჯაროობა. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ფსიქოლოგიურად როგორი ტიპაჟი ვარო და როცა პასუხობ ხოლმე, რომ შინაგანად ინტროვერტი ვარ, აბსოლუტურად ყველას უყვარს. რატომ? იცით, იმიტომ რომ ძალიან საჯარო ვარ, ძალიან კომუნიკაბელური, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველასთან კომუნიკაციაში ვიყო, სამსახური იქნება ეს თუ საზოგადოებრივი ცხოვრება და ცოტა უკვე ვქონე. იმიტომ რომ სადღაც ყველა სჭირდება თავისი პირადი სივრცე. მე ვაცნობიერებ იმას, რომ საჯაროობა და კონტაქტების გაძლიერება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მიღებული, რაც წარმატებისკენ მისაღწევ გზაზე გჭირდება. ყველა ჩვენ ხალხმა გვაქვს ჩვენი ხასიათი. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ საჯარო გამოსვლები უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც თქვენს წარმატებულ კარიერას გასაძლევს. ვერ დამისახელებთ ვერც სპეციალობას, სადაც საჯარო გამოსვლების ცოდნა სჭირდება. თუ ახლა ზოგიერთი თქვენი მეტყვით ალბათ პროგრამისტი ვარ, ხო? პროგრამისტებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათაც სჭირდება საჯარო გამოსვლები. თუ ჩემი პროდუქტის გაყიდვა არ შემიძლია, რასაც საქმიანობ, იმის დემონსტრირება არ შემიძლია. ვერ მივაღწევ წარმატებას, ვერ გავყიდი პროდუქტს. ახლა სადაც კონკურენციის ძალიან მაღალი ხარისხია, მოგეხსენებათ, რომ თქვენი კომუნიკაბელური უნარით უნდა შეძლო გაუწიოთ კონკურენცია სხვა ადამიანებს, რომლებიც თუნდაც თქვენ სფეროში არიან. დღეს ძალიან მარტივია ინტერნეტის საუკუნეში განათლების მიღება. ხშირად ამბობენ ხოლმე იმასაც, რომ საჯარო გამოსვლები ინტერნეტითაც შეგვიძლია ვისწავლოთ, მაგრამ მთავარი ხართ თქვენ. თქვენ უნდა იყოთ საჯარო გამოსვლელი მაღალი დონის იქიდან გამომდინარე, რომ ის თეორიული ცოდნა, რომელსაც იღებთ ამ შემთხვევაში ჩემი მეშვეობით, რა თქმა უნდა გამოიყენოთ. მე მომხრე ვარ არა მხოლოდ წიგნების კითხვით ამ სფეროში, არამედ ფილმების ყურებით, სადაც შეიძლება თქვენი საჯარო გამოსვლების უნარები გააფართოვოთ და გაამდიდროთ. ბუნებრივია მე და შემიძლია დაგისახელოთ ასეთი სტილის ფილმები. მინდა რომ იმუშაოთ არა მხოლოდ ვერბალურ ნაწილზე, არამედ არავერბალურ ნაწილზეც. ჩვენ ლექციების ბოლოს აუცილებლად გადავლოთ არავერბალურ ნაწილზე, სადაც ვისაუბრებ, როგორი სახის მიმიკები, ხელების მოძრაობები, დგომა, ჯდომა და ასე შემდეგ გვჭირდება იმისთვის, რომ მივიზიდოთ საზოგადოების ყურადღება და რაც ყველაზე მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ეს არის გავლენის ხელოვნება. თუ თქვენ კარგად არ საუბრობთ, თუ თქვენ არ ხართ ისეთი სპიკერი, რომ ადამიანებმა მოინდომოთ თქვენთან კომუნიკაცია, თქვენ ვერ შეძლებთ ვერც თქვენი პირადი წარმატების განხორციელებას და ვერც ადამიანებზე ზეგავლენის მოხდას.